ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ გური სულთანიშვილი, ფილოსოფოსი, მასთან საუბრობთ ევროპაზე და ევრობიუროკრატიაზე. ბატონი შავაც მრცლად საუბრობდა იმის თაობაზე, როგორი არის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ბრიუსელის ელიტაში და მათ შორის თავად რას წარმოადგენს ბრიუსელის ბიუროკრატია, კვალიფიციურობა იქნება თუ დამოკიდებულება თუ მენტალიტეტი, მათ შორის საბჭოთა მენტალობას. ეს ყველაფერი რამდენად ხილულია დღეს ჩვენ ურთიერთობაში ევროკავშირთან. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. ეს ჩემი ინტერესის სფერო იყო რა ყოველთვის, რომ და მე ევროპაში და განსაკუთრებით ევროპულ ბიუროკრატიაში და ტექნოკრატიაში ეხლა რადაც არის გადაქცეული, ყოველთვის ხედავდი ორმაგ სტანდარტს, ანუ რაღაც ეთიკურ რელატივიზმის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს რა, ამ პრინციპით გვიდგებოდნენ ჩვენ. აი, სულ მაგალითად უმარტივეს ეს სანქციების პოლიტიკას რო შევხედოთ, როგორ შეიძლება ეხლა ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ მხარდაჭერილები და ქართული ოცნების წევრები იყვნენ დასანქცირებულები. როგორ შეიძლება მაგალითად პირველად ამ 309 ევროპარლამენტარმა ის რო გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომ ეს რა ქვია კეზერაშვილი არის დევნილი მედია პერსონა და ივანიშვილი არის ოლიგარქი. სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ეს არის მთლიანად ორმაგი სტანდარტი. რასაც ხედავდით ჩვენ. მაგრამ ასე ხსნიან, რომ არ გვინდა ადამიანის უფლებების დამრღვევები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ადეიშვილი ხო ყავთ იქ და ნუ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ თვითონ ნახეთ ორმაგი სტანდარტი კიდე რა არის ევროპა საბოლოო ჯამში ჩემთვის მე ასოცირდება სრულიად სხვა რამესთან და ობიექტური რეალობაა რომ ევროპა იყო თანასწორობა თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება რაც ყველაზე მთავარი. აი მაგალითად ეხლა გერმანიის არჩევნები ხო ნახეთ AfD-ს რა უქნეს ანუ ყველგან აკრძალული იყო სადმე რამე ამ ბილბორდზე ან ტელეეთერში ან სადმე მათი გამოჩენა რა უქნეს მაგალითად საფრანგეთში ეხლა ლეპენს ხო რა ხდება რუმინეთში ყოველთვის არსებობს მათთვის ძალიან ისეთ ცარიელი აღნიშნული ცვლადი რუსეთი რა როგორც მაგალითად მიშას მართლობა რო გავიხსენოთ ბოლოს ხო ვაფშე ყველას რუსეთის აგენტს ეძახდა სტუდენტსაც კი რომელიც აკრიტიკებდა განათლების სისტემას მის მმართველობის პერიოდში ისიც რუსეთის აგენტი იყო ეგრე ხდება დაახლოებით ევროპაში ანუ რაც არ აწყობთ უბრალოდ იფუთება ეს არის ორმაგი სტანდარტი მთლიანად. მაგრამ საქართველოსთან მიმართებით გური ამ ნაბიჯებს ხსნიან ასე რომ ევროპულ ღირებულებებს შორდება საქართველოს უკანონმდებლობები და შესაბამისად ამის გამო იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან საინტერესო ხო და ეს ევროპული ღირებულებები მაგალითად გამოხატვის თავისუფლება ეხლა რასაც მივდექი მე მგონი თუ ვინმე სადმე არ ღვევს გამოხატვის თავისუფლებას ეს თავად ევროპაა. ძალიან საინტერესო ერთი მაგალითი მინდა გითხრათ რუსეთზე ხო არის ესეთი მოარული აზრი რომ მოკლედ სოცქსელებში თავიანთი აზრის დაფიქსირებისთვის ადამიანებს იჭერენ და შეიძლება არის ხოლმე ეგეთი მომენტები დაახლოებით თქვენი აზრით რამდენი ადამიანია დაჭერილი რუსეთში და ამავე ბრალდებით რამდენი დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთში იყო 13,000-მდე, ოღონდ ეს არ არის არც რამე ტერორისტული მოწოდება, არც ეს არის უბრალოდ კონსერვატიული მოწოდება, რომელიც აი ამ პოლიტკორექტულობას ეწინააღმდეგება. ინგლისში კანონსაც განიხილავდნენ, სადაც ესე იგი პაბებში უნდა აკრძალულიყო რაღაც სიტყვების გამოყენება, იმიტომ რომ ნასვამი მამაკაცი რაღაცა ისეთ სენსიტიურ თემებს სხვანაირად მოიხსენებს. მეტი დიქტატურა, მეტი ტოტალიტარიზმი, არ ვიცი, საბჭოთა კავშირში რაღაცნაირად ახერხებდნენ ცენზურაზე გვერდისავლას და კინოსაც იღებდნენ და ანუ მეტი რაღა არის. მე არ ვიცი. მოცემულობა ორმაგი სტანდარტის პრაქტიკაც არსებობს და არსებობს პოლიტიკური ინსტრუმენტებად გამოყენება იმ ინსტიტუციების, რომლებიც ნეიტრალური უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩვენ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ შევეჭერთ. ეხლა რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ჩვენ და ასევე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების აღქმები როგორ იცვლება, როდესაც სულ სხვა წარმოდგენა გაქვს აი ევროპული ღირებულებების შესახებ და სულ სხვა რეალობას ეჩეხება. ჩვენ როდესაც საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა აი ამ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დასავლეთი მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთით. რაც ხდება, ესე იგი დასავლეთმა თქვა და ამის ძალიან მაგარი ხატწერი გამოსახულება. ეს არის ესე იგი ვანო მერაბეშვილი ეუბნება თუ არ ვცდები ნიკა გვარამ ეს სატელეფონო ჩანაწერში ვქვემოთ რაღაცა პროსტა უცხოელის გვარი ჯონ რაღაცა ჯონ ჯონსი მიაწერეო და უკვე ხალხი დაიჯერებს. ანუ ჩვენ ამ ფეტიშს უნდა მოურჩეთ პირველ რიგში
და ეს დავიწყეთ დაახლოებით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ევროპარლამენტმა და ამ ევროპულმა ბიუროკრატიამ სრულად მთელი აპარატი მოაბილიზა ჩვენ ეს პატარა საქართველოს წინააღმდეგ, დაგვიპირისპირდა და ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით კოლონიალიზმის წინააღმდეგ. სუვერენიტეტის დასაცავად. აი ჩვენ უნდა ზუსტად გავიაზროთ ყველაფერი, ანუ ერთ-ერთში არაფერი რაც თვალხილული არის, ის უნდა აღწეროთ, რომ ეხლა რადაც ევროპა გადაიქცა, ანუ ევროპა რაც იყო, შეგვიძლია თამამად იმას უწოდოთ ყოფილი ევროპა რა. ეხლა რაც არის ეს ტექნოკრატია და ბიუროკრატია, ამას ჯერჯერობით, არ ვიცი, აკადემიური ტერმინი ან ესეთი ტერმინი არ მაფიქრდება. მაგრამ რა არის არჩევანი მაშინ? ყავს მეზობელი, რომელიც ოკუპანტია და რომელიც მუდამ იმისკენ არის მოწოდებული, რომ უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცოს. მეორეს მხრივ ჩვენ ვაწყდებით ევრობიუროკრატიას, რომელიც ორმაგი სტანდარტით მუშაობს, მაშინ სად არის არჩევანი? პატარა ქვეყნისთვის ასეთ სიტუაციაში გამოსავალი სად არის? თან მეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და როგორი ტერიტორიული მდგომარეობა. გამოსავალი ყოველთვის ჩემი აზრით სუვერენიტეტში იქნება და იმაში რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შენ შანტაჟის რაიმე ფორმას წაყვები, იქ უკვე აი მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება. როდესაც შენ დაიცავ სუვერენიტეტს და ნამდვილად არ გადაუხვევ გზას, ხო? აი კიდე რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ესე იგი მე მახსოვს ჩვენ კანონს ვიღებდით, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, რასაც ისინი ეძახდნენ, ხო? ეს 27 ქვეყნის ელჩი დავაგდა ერთხმად და კანონზე, რომლებიც ზოგი თვითონ ქონდა, ზოგი უფრო ფარად საერთოდ კიდე უფრო ისეთი იყო ძლიერი ხო ამ მიმართულებით. ანუ რას გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება. ეს სტატუსის მინიჭების ამბავი მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს და ჩვენ მოგანიჭეს რაღაცა პერსპექტივა, ხო? და ყველა ესე იგი ორგანიზაციის ეს მსოფლიო ბანკი იქნება თუ სხვადასხვა შეფასებითი ორგანიზაციების მართლობის პარამეტრების და ინდიკატორების დათვლით, ყველა პარამეტრში ვიყავით ამ ორივე ქვეყანაზე წინ, ხო? ანუ ეს არის ცალსახად უსამართლობა. ჩვენ გვეუბნებოდნენ რას, რომ ესე იგი ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება, ეს დაახლოებით ის პოზიცია არის, აი იარაღი მაიმუნს რო არ უნდა დააჭერინო, იმიტომ რომ ის ვერ მოიხმარს სწორად და რანაირად, როცა მე ხა რამდენიმე ხნის წინ შვედეთში ვიყავდი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ეს ულტრალიბერალური ქვეყანა, ულტრალიბერალური, რაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, 80-იან წლებში მორჩა ხალხის სტერილიზაციას და სტერილიზაცია ხდებოდა რატო? რომ ყველაზე ლამაზი ერი ვიყავთ 30-იან წლებში უფსაუს უნივერსიტეტში შეიქმნა დოქტრინა და გაასტერილეს 100,000-მდე ადამიანი, ვინც იყო ღარიბი, რაღაცა ნაკლებად კარგი შესახედი და ასე შემდეგ. 80-იან წლებში რომ ამას ანუ ვერ ხვდები და ეს რა ქვია ადამიანების ზოოპარკი იყო ხო ბოლო-ბოლო რა ქვია მე-20 საუკუნის 50-იან წლებში და ხა ჩვენზე რატო არ შეიძლება ან ესეთი აროგანტული დამოკიდებულება ეს არც ერთ ქართველს არ მოწონს და არც ერთ ქართველი არ მიესალმება ესეთ შანტაჟის ფორმით საუბარს რა. მადლობა გური. გური სულთანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობის